ეს გახლავთ ქრისტოფორ კასტელის მიერ მე-17 საუკუნის შუახნებში ჩახატული ნიკიფორე ირბაქის იგივე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის პორტრეტი. კიდევ ერთი პორტრეტი იერუსალიმში უნდა გქონოდა კერძოდ ჯვრის მონასტერში მე-19 საუკუნის ჯერ კიდევ არსებობდა ფრესკა, რომელიც 1653 წელს დაწერა ვინმე მხატვარმა ბერბა მოსემ და აქ ამ ჯგუფურ ფრესკაზე გამოსახული არიან ქართველი დედები და მამები, რომლებიც იერუსალიმში მოღვაწეობდნენ. მართალია, მათი პიროვნების აღმოჩენილი მინაწერები არ ახლავს ამ ფრესკას, მაგრამ პროტოტიპები აღკარად ყავდათ ამ პიროვნებებს და მათ შორის სწორედ ის პირები, რომლებიც ადგილობრივ წარწერებშია მოხსენებული როგორც ჯვრის მონასტრის რესტავრაციაში, განახლებაში, ფრესკების ასე ვთქვათ მოხატვაში მონაწილეობდნენ, აი ეს პირები აუცილებლად არიან აქ გამოსახული და მათ შორის ინიციატორი ჯვრის მონასტრის უკანასკნელი განახლებისა და მის ჯვარის მამა იმდროინდელი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, იგივე ნიკიფორე ირბაქი. ხელოვნურ ინტელექტთან თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა იდენტიფიცირება სახისა ამ ჯგუფური ფრესკიდან, რომლის თანხვედრა ქრისტოფორ კასტელის მიერ შესრულებული პორტრეტთან არის სრულიად ასე იგი 90%, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას და დამიწერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პორტრეტი ამ დიდი ქართველი მოღვაწისა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისა, რომელიც ღვაწლი ჯვრის მონასტრის მიმართ და წმინდა მიწის ქართული თემის მიმართ ძალიან დიდია და დიდის ალბათობით ეს ფრესკა წარმოვადგინე სხვადასხვა ვარიანტში შემდეგ, ასე ვთქვათ, უკვე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ნიკოლოზ ირბაქი, ნიკიფორე ირბაქი, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი 10-15 წუთი უმცროსი ვიდრე კასტელის ნახატზეა.